ბრუნდებით ძვირფას ტელემაყურებლებო პირდაპირ ეთერში და სანამ მეორე რუბრიკა დაიწყება, მცირე ანონს გავაკეთებ 23 თებერვალს ლიდერ ქალთა საზოგადოებამ თავისი ჟურნალის ახალი ნომრის პრეზენტაცია გამართა. ამასთან და სხვა თემებთან დაკავშირებით უნდა მივესალმოთ გადაცემის თანაწამყვას, ლიდერ ქალთა საზოგადოების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, ბატონ ვაკო ყორღანაშვილს. დიდი მადლობა ვაკო. ჩვენ უკვე ტრადიცია გვაქვს, რომ სამშაბათს დილას ერთად მიყვავს ქალების ეკონომიკური გაძლიერება, რომლის შემქმნელი და შემოქმედი ლიდერ ქალთა საზოგადოება. ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს, მაგრამ სანამ სტუმართან გადავალთ, ჟურნალთან დაკავშირებით. კი ბატონო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით ჩვენს ერთგულ მაყურებელს. დიახ ბატონო, კი როგორც თქვენ აღნიშნეთ, გასულ შაბათს ჩატარდა არაჩვეულებრივი საკმაოდ ჯადოსნური, ასე ვიტყოდით ჩვენ, საინტერესო მნიშვნელოვანი ჟურნალის პრეზენტაცია, რომელიც არის ლიდერ ქალთა საზოგადოების ბიზნეს მაგაზინის ახალი ნომერი, რომელიც საკმაოდ საინტერესო მნიშვნელოვანი და მაყურებელსაც მაჩვენოთ ჩვენი ახალი ჟურნალები, რომელიც საკმაოდ საინტერესო, მრავალფეროვანი და ის რაც გამოარჩევს ჩვენ ჟურნალს არის ის, რომ საკმაოდ საინტერესო, მნიშვნელოვანი და წარმატების ისტორიებით დახუნცრული საინტერესო ჟურნალია, რომელიც თითოეული მათგანი ასხივებს წარმატების გზას, ქალბატონების განულ კარიერულ მოღვაწეობას, რომელიც დარწმუნებულია, რომ ნებისმიერი კატეგორიის, ნებისმიერი ასაკის, ნებისმიერი შეხედულების მკითხველისთვის იქნება საკმაოდ საინტერესო, საკმაოდ მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, სამოტივაციო და ჩვენი კონკრეტული ღონისძიებაც ამას ეფუძნებოდა, რომ ჩვენ უშუალოდ სტუმრებისათვის გაგვეზიარებინა მაქსიმალური мотиваცია იმისათვის, რომ ქალბატონებს დღევანდელ რთულ გარემოში შესაძლებლობდათ რაც შეიძლება მეტი და მეტი. მიგვეცევა ჩვენ მათთვის მეტი мотиваცია იმისათვის, რომ დღევანდელ რთულ გარემოში მაქსიმალურად პერსპექტიულად შეძლოთ განვითარება და წინსვლა, რაც არის ჩვენი, როგორც ვიცით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმიანობა, რადგან ლიდერ ქალთა საზოგადოება და მის საქმიანობა სწორედ ემსახურება იმას, რომ ჩვენ მოვახდინოთ წარმატებული ქალბატონების პლატფორმის განვითარება, ურთიერთთანამშრომლობა და წარმატების ისტორიების გაზიარებაც. ანალოგურად ჩვენი დღევანდელი სტუმარიც გახლავთ მარიშკა პაიჭაძე, რომელიც არის არაჩვეულებრივი ქალბატონი, რომელსაც უკვე ლიდერ ქალთა საზოგადოებას უკვე წლები აქვს თანამშრომლობა და ურთიერთობა და აქვე რაც გამოარჩევ ჩვენს დღევანდელ სტუმარს არის ისიც, რომ ქალბატონი მარიშკა პაიჭაძე არა მხოლოდ ლიდერ ქალთა საზოგადოების წევრია, არამედ უკვე საკმაოდ წლების წინ უფრო თავად დედალურად თვითონ იტყვის საერთაშორისო განათლების აკადემია BDC-ის კურსდამთავრებულია და ჩვენ უკვე მრავალ ათწლეულს ვითვლით უკვე ერთად ჩვენი მეგობრობა, ჩვენი ურთიერთობა. მოგესალმებით მარიშკა, გააცანეთ ჩვენს მაყურებელს თქვენი თავი და მოგვიყევით თქვენი მოღვაწეობის და საქმიანობის შესახებ, იმიტომ რომ დღევანდელ რთულ ეკონომიკურ პირობებში მსგავსი საქმიანობა და ის, რასაც თქვენ აკეთებთ, დარწმუნებული რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენი ქალბატონების პლატფორმა გაძლიერდეს, საქართველოს გაძლიერდეს და მეტად და მეტად წარმატებულები ვიყოთ ყველანი ერთად. მოგესალმებით, მე ვარ მარიკა პაიჭაძე, დავიბადე და გავიზარდე კასპში. დავამთავრე პედაგოგიური უნივერსიტეტი, ფსიქოლოგიის და პედაგოგიკის განხრით და დავბრუნდი ჩემს ქალაქში. სამწუხაროდ ვერ ვიშოვე იქ სამუშაო ადგილი და დავიწყე ხელობის შესწავლა. შემდეგ დავამთავრე BDC აკადემიის PR-ის კურსი, არაჩვეულებრივი პედაგოგი მყავდა, ქალბატონი ლალი მოროშკინა და დავბრუნდი ისევ ჩემს ქალაქს. ჩემს ქალაქში დავბრუნდი, გავხსენი სილამაზის სალონი და დავიწყე ქალბატონების დასაქმება და სწავლა. თან ვასაქმებ, თან ვასწავლი. არაერთი ქალბატონი დღეს არის დასაქმებული კასპის რაიონში, თვითონ შიდა ქართლში და მიხარია, რომ ამ საქმეს ხელმძღვანელობ და ძალიან კარგი საქმეა, ვფიქრობ, რეგიონს სჭირდება. რეგიონში ქალებს ძალიან საინტერესოა ერთ შეკითხვებში ჩაგეჭირდა ვაკო, ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით თქვენი ბექგრაუნდიდან გამომდინარე რეგიონში ოპერირება, რამდენად რთულია ქალისთვის აი ესე ადგეთ თბილისიდან წახვიდე რეგიონში რომ მიიღებ განათლებას და დაიწყო ბიზნესი, ხომ? ეს ბიზნესი არის, რა თქმა უნდა, დაასაქმო ადამიანები, რა სირთულეები შეხვდათ და ამას რატომ გეკითხებით? მინდა რომ მიმართოთ ადამიანებს განსაკუთრებით რეგიონებში იმ ქალბატონებს, რომელთაც სჭირდებათ განსაკუთრებით წარმატების მაგალითების მოსმენა, რომ დაიჯერონ საკუთარ თავში, რომ მათაც შეუძლიათ.
და პლუს ბოდიში დავამატებდი მარიშკა ბოდიში ჩაგეჭერე ეს იყო ძალიან დიდი ხნის წინ ძალიან დიდი წლების წინ და მით უმეტეს ნულოვანი კაპიტალით როდესაც იწყებ ჩვენს ეკონომიკურ განვითარებაში საკმაოდ მნიშვნელოვანია ხო იმიტომ რომ დღეს ვფიქრობ რომ მეტად განვითარებულია სხვადასხვა ასპექტების მხრივ იმიტომ რომ ყველაფერში თავიდან თანხის მოძიება არის კაცობრიობით მარტო თუნდაც გამარტივებულია ეს ყველაფერი და ის გზა რომელიც თქვენ გაიარეთ საკმაოდ მნიშვნელოვანია მაყურებლისთვისაც თითოეული ქალბატონისათვის რომ მაქსიმალურად გაუზიაროთ თქვენი мотивация და ის ნულოვანი კაპიტალი და გზა რომელიც თქვენ გამოიარეთ. ძალიან საინტერესო ის იყო რომ მე ვიყავი შემოქმედებითი ადამიანი ვიყავი და წარმოუდგენელი იყო ჩემი საერთოდ გადასვლა ბიზნესის სფეროში. მართლა არაფერი არ ვიცოდი. $500 მქონდა რეალურად, ესეც ბანკიდან ავიღე, იმიტომ რომ ძალიან რთული პერიოდი იყო მაშინ 2005 წელს საუბრობ. მით უმეტეს რაიონში ეს ძალიან ესეთი რთულია ბიზნესის დაწყება, არ არის ესეთი ფართო სეგმენტი რომ შეძლო საქმის აწყობა, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა 3-4 წლის განმავლობაში იყო უამრავი წარუმატებლობა, უამრავი სირთულე, შეიძლება ითქვას რომ ვერ ვუძღვებოდი ამ პრობლემებს რაც იყო, მაგრამ რაღაცნაირად ბოლომდე მივხვდი რომ ჭირდებოდი მე ჩემს რაიონს, მივხვდი რომ საჭირო იყო სტიმული ყოფილიყავი სხვა ქალებისთვის. ერთად შევეკითხები აუცილებლად საქმის დაწყებიდან. დიახ. რა პერიოდის შემდეგ დაიწყო თქვენმა საუბრმა მოგებაზე გასვლა? რაიონში 5 წლის მერე დავიწყეთ მოგებაზე გასვლა, შემდეგ გავხსენი უკვე ფილიალი თბილისში, სილამაზის ცენტრი, ესთეტიკის ცენტრი. თან მე მქონდა საქველმოქმედო უამრავი აქცია, მქონდა ასეთი ვასწავლიდი პრობაციონერებს, მრავალშვილიან დედებს, უფასოდ ვასწავლი და დღემდე ასეა. რაიონშიც ვაკეთებ ამ პროექტებს და ვფიქრობ რომ არაერთი ქალბატონი არის იმის მომსწრე რომ შესაძლებელია ნულიდან დაიწყოს საქმე, რეალურად აკეთოს და არ შეუშინდეს იმ სირთულეებს. კი ბატონო, აქ აუცილებლად ბატონ გიგას კითხვას გავაგრძელებ მე აუცილებლად რომ როგორ შეაფასებთ დღევანდელ საბაზრო კონკურენციას, იმიტომ რომ არა მხოლოდ თქვენ ახსენეთ რომ არა მხოლოდ თბილისში, არამედ კასპშიც მოღვაწეობ, გაქვს ფილიალები და საკმაოდ ისეთი არ არის მარტივი, ხო? ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში გქონდეს მოღვაწეობა, იყო ერთგანაც წარმატებული, მეორეგანაც წარმატებული და დღევანდელ კონკურენტია უნარიან გარემოში იყო პერსპექტიული, მუდმივად განვითარდა და იარო წინ და წინ. ეს ყველაფერი დამარცხებული თამაში დამეთანხმებით თითოეულ თქვენგან რომ არ არის მარტივი. ნამდვილად ძალიან რთულია. დღეს არის დიდი კონკურენცია, მაგრამ მე ვასწავლი ვარ ასევე ფსიქოლოგი ტრენერი და ვაძლევ мотиваციას ქალებს და ვეუბნები რომ ბიზნესი ეს არის ენერგია. ბიზნესი ეს არის შენს ენერგიაზე დაფუძნებული. აქ მარტო ფინანსები არ არის, აქ არ არის მარტო ბაზრის გათვლა, აქ არის შენი ძალა, შენი უნარები, შენი мотиваცია, ადამიანების სიყვარული. ჩემი ბიზნესი ყველა საქმიანობა დგას ადამიანების სიყვარულზე. ოღონდ ეს არ არის მარტო ტრაფარეტული სიტყვები, ეს არის ნამდვილად გულწრფელი სიყვარული ადამიანების, რომ გაქვს უნარი გიყვარდეს უპირობოდ ადამიანები, მისთვის შექმნა, მისთვის აკეთო. აი ეს არის ჩემთვის დღევანდელი ბიზნესის, თანამედროვე ბიზნესის სპეციფიკა. სხვანაირად დღეს არ გამოვა. ძველი სტანდარტები დანგრეულია, ცოტა მეტი мотиваცია გვჭირდება, ცოტა მეტი ფილანტროპობა, ცოტა მეტი ადამიანების სიყვარული რომ შევქმნათ. მარიშკა, мотиваცია ახსენე შენ. ჩვენს მაყურებელს, ჩვენი საზოგადოების წევრებს რა არჩევას მიცემნი, იმიტომ რომ დღეს მუდმივად ვითარდება ჩვენი ბიზნეს ლანდშაფტი, ეკონომიკა მუდმივად ვითარდება, არ არის ერთ ეტაპზე გაჩერებული და საკმაოდ საინტერესოა, რომ ქალბატონები, რომლებიც დღეს იწყებენ მოღვაწეობას და დღეს იწყებენ საქმიანობას, სამეწარმეო საქმიანობის მხრივ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? შენ როგორც წარმატებული შემდგარი უკვე წლებია მოღვაწეობ ბიზნეს გარემოში და ხარ ამ სპექტრში, საკმაოდ მნიშვნელოვანია დამწყები ქალბატონებისათვის, თუ უკვე გამოცდილი მოღვაწე ქალბატონებისთვის, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობაში მოღვაწეობენ, რა რჩევას მისცემდა უკვე წარმატებული შემდგარი ქალბატონი? ჩემი რჩევა არის ერთი ის, რომ არ შეაჩერონ ზრდის პროცესი, პიროვნული ზრდის პროცესი არ შეაჩერონ, არ გაჩერდნენ. მე 40 წლის ასაკში კიდევ ვისწავლე BDC აკადემიაში დავამთავრე უკეთრავად ტრენერთა ტრენერის კურსები და გავხდი ქალთა ტრენერი. ზუსტად ამ мотиваციაზე მინდა ვთქვა, რომ როდესაც იზრდები, როდესაც სწავლობ, აქედან იწყება ყველაფერი. აქედან ვითარდება შენი ბიზნესიც და ყველა წარმატება არის შენს პიროვნულ ზრდაზე დამოკიდებული.
საკმაოდ საინტერესოა, მნიშვნელოვანია. აქვე აუცილებლად უნდა ვიკითხოთ და დარწმუნებული ვარ ჩვენს მაყურებელსაც ძალიან აინტერესებს, რა არის სამომავლო პერსპექტივები, სამომავლო გეგმები, სამომავლო ხედვა, რომელსაც თქვენ ხედავთ თქვენი განვითარებისთვის. არა მხოლოდ როგორც პიროვნული, არა მხოლოდ ტრანსფორმაციული, ესე ბიზნეს მხრივად, ბიზნეს ჭრილშიც რომ განვიხილოთ ეს ყველაფერი. იმიტომ რომ თქვენც ახსენეთ ისიც რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია მუდმივი განვითარება, მუდმივი წინსვლა, არ შეჩერება, ხო, ერთ დონეზე არ გაჩერება. ამ მხრივადაც ძალიან საინტერესოა ჩვენი მაყურებლისთვის დარწმუნებული ვარ თქვენი მოსაზრებები. ჩემი мотиваცია და საომავლო გეგმები არის ის, რომ მინდა ქალებს დავეხმარო იმ მხრივ, რომ ვასწავლოს თავანამედროვე მიდგომები ბიზნესთან. მივცე мотиваცია მაქსიმალურად და შევქმნა ტრენინგ კურსები, მაქვს ონლაინ კურსები ქალბატონებისთვის, რომელიც ეხება ბიზნესის განვითარებას, ბიზნესის მართვას და უფრო მეტად განავითარო და გავფართოვდე. საკმაოდ საინტერესოა. აქვე ჩვენ წღანაც აღვნიშნეთ, რომ უკვე წლებია მოღვაწეობთ, არ ხარ მაგალითად დამწყები, გაქვს საკმაოდ გამოცდილება და ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. კი ბატონო, თუმცა აქვე დარწმუნებული ვარ, საინტერესო იქნება ისიც, რომ დღეს, როდესაც ყველაფერი ვითარდება ყოველდღიურობაში, ყოველთვიურად ცხოვრება იცვლება და მით უმეტეს ბიზნეს სეგმენტიც არ არის სტაბილური, საკმაოდ მნიშვნელოვანია ადაპტაცია როგორ მოახერხე, იმიტომ რომ დასაწყისში აღვნიშნეთ ჩვენ ის, რომ შენ უკვე წლებია მოღვაწეობ, წლებია ინარჩუნებ შენ სტანდარტებს, შენ ხარისხს და ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ ადაპტაციის ნაწილი, რომელიც შენ წლებთან ერთად გაიარე, როგორ მოახერხე ეს ყველაფერი, რა გავლენა მოახდინა თუნდაც ამან შენზე. ჩემი мотиваცია ყოველთვის იყო, რომ სულ სწავლობდი. არ ვჩერდებოდი ერთ ადგილზე, დღემდე ასე ვარ. მუდმივად ვცდილობდი, რომ რაღაც ახალი მესწავლა, თუნდაც ჩემს სფეროში, გავდიოდი უამრავ მასტერ-კლას, ტრენინგს. სწავლა ბიზნესში არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს ყველამ უნდა იცოდეს, არ უნდა შეჩერდე, უნდა გააგრძელო ზრდა. კი ბატონო, საკმაოდ მნიშვნელოვანი და აქვე ერთ კითხვასაც დაგისვამ და დავასრულებ, რომ ჩვენ მაყურებელს არ დავღალოთ. საკმაოდ მნიშვნელოვანია, მე ვიცი, ძალიან დიდი ხანია თქვენი კარგი შემდგარი პირადი ცხოვრების შესახებ. იყო წარმატებული ქალი, ბატონი გიგაც დამეთანხმება, იყო წარმატებული ქალი, შემდგარი, მოღვაწეობდი არა მხოლოდ თბილისში, არამედ კასპშიც. იყო ყველა მხრივ განვითარებული, პერსპექტიული, მუდმივად ვითარდებოდი, მუდმივად იზრდებოდი, როგორც აღნიშნე, მუდმივად სწავლა და განვითარება და წინსვლა, ხო? და პლუს ამ ყველაფერთან ერთად გქონდეს არაჩვეულებრივი პირადი ცხოვრება, არაჩვეულებრივი ოჯახი, მეუღლე, შვილი, ეს ყველაფერი არ არის დღეს მარტივი, იმიტომ რომ ჩვენ დღევანდელ ბიზნეს გარემოში თუ გინდა რომ გქონდეს წარმატებული საქმიანობა, წარმატებული ბიზნესი, სტერეოტიპი არის ასეთი, რომ ან პირადი ცხოვრება, ან კარიერა, ხო? არ არის ეს ყველაფერი მარტივი. რაში მდგომარეობს თქვენი პირადი საიდუმლო, თქვენი კარიერა? ჩემი მეუღლე არის ჩემი თილისმა. მე მქონია ბევრი ურთულესი პერიოდი, როდესაც ფიქრობდი, რომ ყველაფერი მიმეტოვებინა, გავჩერებულიყავი, მაგრამ ჩემი ყველაზე დიდი ბიზნეს პარტნიორი და მხარდამჭერი არის ჩემი მეუღლე. აუცილებელია ძლიერი მხარდაჭერა ოჯახიდან. ეს არის ერთ-ერთი უპირობო ქალისთვის. და მადლობა მას, რომ მე დღეს ვინც ვარ, რაც ვარ, მე ვფიქრობ, რომ ეს ჩემი ქმრის მეუღლის დამსახურებაა. საკმაოდ მნიშვნელოვანია. ვაკო, ძალიან ცოტა ვსაუბრობთ ლიდერ ქალთა საზოგადოების რუბრიკაში მამაკაცებზე. და ეხლა მოდი ესე დავთავროთ ეს რუბრიკა, რომ კაცების როლი ლიდერ ქალების საათში. დიდი როლია, ძალიან სწორი შენიშვნა იყო და დიდი როლია ჩვენს. იმიტომ რომ ამას ყოველთვის აღნიშნავენ ჩვენი ქალბატონები, რომ აქვე მოკითხვა პირდაპირ ეთერიდან მეუღლეს. ძლიერი ქალბატონების უკან მუდმივად გაიან ძლიერი მამაკაცები, რომლებიც უფრო ორმაგად აორმაგებენ ქალბატონების ძალას. სამოტივაციო ძალიან ისეთი კარგი. ნამდვილად შეიძლება ასეთი რუბრიკაც გააკეთო და ზოგადად ძლიერი ქალთა მეუღლეების ცალკე ჩართულობა აუცილებელია. ვიფიქრებთ ამაზე. ჯგუფის ტელემაყურებლებო, ჩვენი გადაცემა დასასრულს მივუახლოვდა. მარიშკა პაიჭაძე, ვაკო ყორღანაშვილი, გიგა თვალური უძღებოდნენ ლიდერ ქალთა საზოგადოების რუბრიკას მონეტიზაციაში.